გამარჯობათ, მოგესალმებით, თვითფასო ტელემაყურებლებო. ჩვენ გვაქვს ტელეპლიუსის ეთერში ვართ. ჩვენ ვეხებით იმ მნიშვნელოვან პრობლემატურ საკითხებს, რომელიც დღეს უშუალოდ ჩვენ ქვეყანაშია და ჩვენი მოსახლეობის წინაშე არის და ფაქტიურად ამ ქვეყანაში მართლაც ისეთი სიძულვილის და ისეთი არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს გარკვეული საკითხები, რომელიც საკითხებსაც ჭირდება რაღაც გარკვეული კონტროლი. მართალია ამას სახელმწიფო ვერ აკეთებს, ვერ ახერხებს, მაგრამ არსებობენ ადამიანები და არსებობენ ის გარკვეული სახის და გარკვეული შემადგენლობის კატეგორია და კონტინგენტი, რომელიც ფაქტიურად ამის წინააღმდეგ უკვე დაიწყეს მოქმედება. თქვენ და ჩვენ ყველანი მომსწრეები ვართ იმ არასწორი ნაბიჯების, რომელიც არასწორი ნაბიჯების საფუძველზე ქვეყანას უქმნიან იმიჯს. ქვეყანაში ქმნიან ისეთ სურათს, რომ ფაქტიურად თითქოს და აქ მარტო უნდა იყვნენ ქართველები და უნდა შემოდიოდნენ ევროპელები და ამერიკელები და რუსი ტურისტები და საერთოდ რუსულენოვანი მოსახლეობას იგნორს უკეთებენ და ამიტომ არის სპეციალურად შექმნილი ჯგუფები არის, ეს არის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ჯგუფები, რომელიც ჯგუფებიც ფინანსდებიან დასავლეთიდან და შესაბამისად, როდესაც რუსი ტურისტი შემოდის ან სტუმარი შემოდის საქართველოში, მათ უქმნიან პრობლემებს, მათ აყენებენ შეურაცხყოფებს, მათ მაპატითა უფურთხებენ საჭმელში, მათ ხვდებიან ქუჩებში, მათ ავტომობილებს ასხამენ საღებავებს. ამისათვის მე კიდევ ვიმეორებ, რაღაც გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაედგა ხელისუფლებას და ის კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ჩადიან მსგავს დანაშაულებას, უნდა დაესაჯათ, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი არ ხდება ამ კუთხით და ეხლა შეიქმნა აგერ ახალი ორგანიზაცია, ეს არის ანტირუსოფობიური გამოვლინების მონიტორინგის საბჭო, რომელშიც არის ის ადამიანები წარმოდგენილი, რომელი ადამიანებსაც სიტყვა ეთქმით ამ მიმართულებით და რომელი ადამიანებსაც აქვს დიდი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე და ისინი ფაქტიურად ბრძოლობენ და აკეთებენ იმას, რომ როგორმე ქვეყანაში იყოს ის სტაბილური მდგომარეობა და შესაბამისად ის რუსი ტურისტი იქნება თუ სხვა დანარჩენი ტურისტები იქნება და სხვა ეროვნების ადამიანები იქნებიან, არ იყვნენ შეურაცხყოფილი მსგავსი დაფინანსებული ორგანიზებული დაჯგუფებების მხრიდან. დღეს ჩვენ ამ თემებზე გვექნება საუბარი. ჩვენ დღევანდელი სტუმარი არის ჟურნალისტი ბატონი ზაზა დავითაია. ბატონ ზაზა, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა რომ მომზადეთ ჩვენთან და ერთ-ერთი ორგანიზატორი და დამფუძნებელი ამ ორგანიზაციის გახლავთ ბატონი ზაზა დავითაია და მეც მივესალმები და მეც ვერთები ამ ჯგუფს, რადგან ეს არის საერთოდ მტკივნეული საკითხი არის იმისათვის, რომ ჩვენ რუსებთან დავალაგოთ მდგომარეობა და ამ დალაგების საფუძველზე რაღაცა ქვეყანაში იგრძნოს გარკვეული წინსვლა, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური. ბატონო ზაზა, ამ დროს ხდება სხვა რაღაცეები. ეხლა ხელისუფლება ღებულობს კანონს, თუ მიიღო კანონი Facebook-ის გვერდებზე რაღაც შეურაცხყოფებისგან დაკავშირებით და ასე შემდგომ არის დაჟადი. აი ეს ორგანიზაცია, რომელიც ორგანიზაციაც შეიქმნა, ხა მე მინდა რომ გითხრა საზოგადოებას თქვენ რას იმოქმედებს და რა მიმართულებით ექნება ამ ორგანიზაციას გააქტიურება და იქნება თუ არა კატეგორიული ეს ორგანიზაცია ხელისუფლებასთან იმასთან დაკავშირებით, რომ მსგავსი დაფინანსებული ჯგუფები, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ რუს ტურისტებს, შეურაცხყოფას აყენებენ რუსულენოვან მოსახლეობას და ასე შემდგომ კატეგორიულები იქნებით თუ არა თქვენ ამ მიმართულებით. დიდი მადლობა კითხვებისთვის. პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ ამ ესე იგი რუსოფობიული გამოვლინებების მონიტორინგის საბჭოს დამფუძნებელი ბრძანდება ჩვენთვის ყველასთვის დაცნობი საზოგადო მოღვაწე ევრაზიული ინსტიტუტის დამაარსებელი გულბაჰ ცხილაძე, რომელიც უფლებადამცველიც არის და რეალურად ეს უფლებადაცვის სფეროში არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. ეხლა ტრისტან, ჩვენ უფლებადამცველები ვართ, ყველანი უფლებადაცვითი მოძრაობიდან მოვდივართ და აქ ჩვენ ესე იგი არანაირად არ გამოვყოფთ თქვათ რუსებს, ინგლისელებს, ფრანგებს, ამერიკელებს. საქმე რაშია, რომ უფლებადამცველი ყველას უნდა იცავდეს აბსოლუტურად მიუკერძოებლად, უნდა ეკომაგებოდეს ნებისმიერ ადამიანს კანის, ფერის, რასის, ეროვნების, სარწმუნოების თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. მაგრამ საქართველოში და სხვათა შორის ვაღიაროთ, რომ მთელ მსოფლიოში ასეა და საქართველოში ეს არის გამოვლინება. კიდე კაი ეს მარტო ქართული ფენომენი არ არის, თქვათ.
ბოლო პერიოდში ძალიან მკვეთრი ხასიათი მიიღო რუსოფობიულმა პოლიტიკამ. ეს სოფლიოში ნაბარტყი, ასე რომ ვთქვათ, მიმართულება არის. ეს არის ეპშტეინური მიმართულება, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ მათთვის საფუძველს იღებს ეს მიმართულება იქიდან, რომ ამ დასავლეთისთვის არის საპირწონე რუსეთი, რომელიც მათ ვერ აგზრახებს, ვთქვათ, სოფლიოზე გაბატონების, კაცობრიობის რაოდენობის შემცირების და ასე შემდეგ, წინ ეღობება ეს უდიდესი მძლავრი იმპერია და შესაბამისად ყველანაირი მეთოდით ცდილობენ ისინი ამ ესე იგი რუსეთის ფაქტორის ჩაწიხვლას და უკან გადაწევას და დამარცხებას და დაჩოქებას. და სწორედ ამ მიზნით არის შექმნილი ერთ-ერთი ფაქტორი მთელ სოფლიოში, ეს არის რუსოფობია. უკვე თამამად შეიძლება ამას ეწოდოს და რუსოფობია მიიღო იმაზე უფრო შეიძლება ითქვას მძლავრი სახე და ხასიათი, როგორც მეორე მსოფლიო ომის წინ ქონდა ჰიტლერულ ფაშიზმს და ქონდა ერთი ეროვნების განსაკუთრებით ერთი ეროვნების წარმომადგენელთა ებრაელთა მიმართ, რომელიც რა თქმა უნდა ყველა კეთილინების საზოგადოების წარმომადგენლისთვის იყო მიუღებელი და რა თქმა უნდა ადამიანური ემპათია და ადამიანური თანადგომა იყო ამ ადამიანების მიმართ, რომლებიც ეროვნული ნიშნით, სწორედ ეროვნული ნიშნით იყვნენ ჩაგრულები. ახლა რა ხდება? ნახეთ, ესე იგი, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს არის დაფინანსებული კამპანია, ამაზე უზარმაზარი თანხები და ფული იხარჯება, იმიტომ რომ ნებისმიერი ის ჯგუფი, რომელიც და თუნდაც კერძო პიროვნება, რომელიც ავლენს აი ამ ზისხს, ხომ? მოდი გავაკეთოთ ჩვენ კლასიფიკაცია, ესე იგი, ან არის უკიდურესად გაუნათლებელი ადამიანი, რომელიც ვერ ერკვევა საერთოდ პოლიტიკაში, ისტორიაში, ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ მას კარგიც უნდა ქვეყნისთვის, მაგრამ ვერ ერკვევა უბრალოდ და არის აყოლილი აი ამ მოდათქცეულ ეპშტეინურ მიმართულებებს და ამ ინერციით ამ პროპაგანდას და აი ამ ინერციით ესე იგი იმეორებს უბრალოდ იმას, რასაც ჩასახებენ. და არის მეორე კატეგორია, რომელიც მატერიალური ანაზღაურების სანაცვლოდ, ან თქვათ სხვა დაპირების სანაცვლოდ მიდის ნებისმიერ ნაბიჯზე, ასრულებს ნებისმიერ დავალებას, ეს კიდე ცალკე კატეგორია არის. გამიგეთ? თუმცა ამ რუსოფობიულ გამოვლენებას ორივე კატეგორია ემსახურება და ეს ორივე კატეგორია თანაბრად სახიფათო არის ზოგადად დემოკრატიისთვის და დემოკრატიის პრინციპებისთვის. მაგრამ ქვეყნის სახელმწიფოს მიდგომა ამ ადამიანების, ასე რომ ვთქვათ, აი ამ დანაშაულის აღსაკვეთად უნდა იყოს განცალკევებული. ესე იგი, გაუცნობიერებელ ადამიანს უპირველეს ყოვლისა უნდა აცნობიერებდეს, უნდა ასწავლიდეს, უნდა უხსნიდეს, რომ ასე კი არა არის, ასე და რაც შეეხება, ესე იგი, დაფინანსებულ ადამიანს, რა ვიცი, ახლა ჩვენი ქვეყანა უკვე რამდენიმე წელია ამ მიმართულებით დგამს ნაბიჯებს და აგერ გავლენის აგენტების შესახებ კანონი მიიღეს, არ ვიცი, მუშაობს თუ არა ეს კანონი. არ მუშაობს, არ მუშაობს. რომ მუშაობდეს, მაშინ ესენი ქუჩაში ყრილარიან 24 საათი, აგ ვინ ადლებს ფულს ამათ? ამაზეა სწორედ ლაპარაკი, ესე იგი, ადრე თუ რაღაცა ვთქვათ, კონკრეტული არხებით შემოდიოდა ეს ფული, ახლა პირდაპირ ქეშად შემოდის და დიპლომატებს საელჩოებიდან გაედინება თანხები უკვე. ჩანთებით ჩამოაქვთ დეპუტატულად. საელჩოებიდან გაედინება. მაგრამ ტრისტან აქ არის მეორე საკმაოდ ღივილის მოგრელი და შეიძლება ითქვას სატირალი რო არ იყოს ძალიან სასაცილო სიტუაცია. ხელისუფლება ამ შემთხვევაში არათუ ესე იგი აზღვევს ამ რუსოფობიულ კამპანიას, არათუ ლეგალური მეთოდებით ეწინააღმდეგება, არამედ პირდაპირ თუ ირიბი მეთოდებით თავად მონაწილეობს ამ რუსოფობიულ კამპანიაში. აი ირიბ მეთოდში რა იგულისხმება ახლა მაგალითად? ირიბ მეთოდში იგულისხმება, როცა ვინმე ოპოზიციონერი გამოხდება, ვთქვათ, პროვოკატორი და ხელისუფლების მაღალჩინოსას ეუბნება, რომ შენ რუსულად არ ბევ, შენ რუსულად წემ, შენ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რას პასუხობს ეს მაღალჩინოსანი სახელმწიფო რანგის უმაღლესი წარმომადგენელი. რა ვიცი მე ახლა
არ მინდა ახლა კონკრეტულად დავასახელო, იმიტომ რომ ყველას აქვს მე მგონი გამოვლილი ეს და თითო სიტყვა ყველას აქვს ამ მიმართულებით დასვენებული. იმის მაგივრად რომ მოუწოდოს მაღალი ტრიბუნიდან კონსტიტუციაზე დაყრდნობით, საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით, რომ შენი ეს განცხადება ბატონო ოპოზიციონერო თუ ქალბატონო იმანო ემსახურება ერთაშორის შუღლის გაღვივებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეუბნება რომ მე კი არა ვარ კაცო რუსი, შენ თვითონ ახარ რუსი. შენ თვითონ მოგაქვს რუსეთიდან ფულები, შენ თვითონ ხარ რუსეთის აგენტი, ანუ ნახეთ რა ხდება? უარყოფითი საერთოდ ქსენოფობია რა არის? ნეგატიურ კონტექსტში ჩაციებული მოხსენიება რომელიმე ერის ან წარმომადგენლის, ან ერის ჯგუფის მიმართ. და ხელისუფლება თავად ირიბად მონაწილეობს ამ პროცესში. თავი რომ დავანებოთ იმ აშკარა მომენტებს და იმ აშკარა ასე რომ ვთქვათ, შემთხვევებს, როდესაც პირდაპირაც ხმამაღლა განუცხადებიათ რუსეთის საწინააღმდეგოდ ისეთი განცხადებები, თუნდაც იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროში. ქალბატონ ბოჭორიშვილს არაერთხელ. და ესე იგი ამას აქვს პირდაპირ რუსოფობიული მიმართულება. ეხლა მე არ მინდა რომ შორს წავიდე განშტოებაში, ეხლა რაზეც უნდა ორი სიტყვით გითხრათ, მაგრამ ორი სიტყვით აუცილებლად უნდა გითხრათ. კი, აუცილებლად. ანუ რა ხდება ეს რუსოფობია პრინციპში რატო გვაზიანებს ჩვენ და რატო გვაზარალებს? მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ რუსეთი არის ჩვენი მეზობელი, ავია თუ კარგია ეს მეორე საკითხია, მაგრამ ავთანაც და კარგთანაც საერთო ენა არის გამოსანახი. და ეს პირველ რიგში არის ხელისუფლების ვალდებულება და ხელისუფლების ასე რომ ვთქვათ დანიშნულება, რომ ყველას თავისი გასაღები უპოვოს რა. ელემენტარულად თუ უკიდურეს დაძაბულობაში და დაპირისპირებაში ხარ რომელიმე ქვეყანასთან, მოდი მუშტების ქნება გვერდზე გადადე და იომე მაშინ, მაგრამ ომის არც რესურსი არ გაგვაჩნია ჩვენ, არც საშუალება, არც ძალა და მე მგონი უკვე იმდენად დაღმავალ მიმართულებაში ვართ, რომ საქმეზე რომ მიდგეს, თქვათ ნებისმიერი საქართველოს გარშემო ვინც არის ყველა აგრესორია საქართველოს მიმართ, რომ შემოიჭრას იარაღის ხელში ამღები შეიძლება გაჭირდეს, იმიტომ რომ რა ვიცი, ახლა ეს კაცების ნაწილი განაზებულია, ნაწილი ისეთ პროპაგანდას არის აყოლილი, რომ ძალიან ძნელია, ნაწილი საერთოდ გასულია და ინერტულ დამოკიდებულებაში არის ქვეყნის დაცვასთან მიმართებაში და ნაწილი კიდევ სასჯელს იხდის, ოჯახური ძალადობის მუხლით, რაღაც მოგონილი. ანუ ერი რეალურად არის ფრუსტრაციის გზაზე, დაქანების გზაზე. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ომის საშუალება არ არსებობს, ხო? ანუ უნდა არსებობს მხოლოდ და მხოლოდ სიტყვით და დიპლომატიურად დალაგების საშუალება და ამ დროს ყველაზე მეტად ხელის შემშლელი არის სწორედ ასეთი პროვოკაციები. მე შეგახსენებთ სააკაშვილი ეგერ 2008 წლის ომის წინ ხან ლილიპუტინს უძახდა, ხან რას უძახდა და ერთხელ პუტინსაც გადაეკეტა, მე მგონი მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის და ერთი რაღაცით უნდა ჩამოვკიდეო, რა ვიცი, ხა გააჩნია თუ არა ის ერთი რაღაცა სააკაშვილს ეკიდე. გვახსოვს. ცალკე საკითხია და ცალკე თემა არის. კი ბატონო, გეთახმებით. პრინციპში, ჩამოვკიდა თუ არ ჩამოვკიდა, ეგეც კიდე ცალკე საკითხი არის, მაგრამ რეალურად ჩვენ მივიღეთ ომი, რომლის შედეგადაც დავკარგეთ ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ტერიტორიები, რომ არა ვთქვათ, იმაზე რომ ეს არის წინაპრების სისხლით გაჯერებული ჩვენი მიწა, რომლის 1 სანტიმეტრის და გოჯის დათმობის უფლება არ აქვს, ხო და ჩააბარეს ეს როგორც ქვების გროვა, წინასწარ მიუზომეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ასეთი პროვოკაციებით გაახელა რეალურად მან ხეთს. მოდი თუ დაუნდობელია, თუ იმპერია არის, თუ მოძალადეა, მაშინ ცოტა ფრთხილად უნდა იყო და ფაქიზად უნდა მიუდგე, ხო? ბოლოს და ბოლოს ქართველის ნათქვამი ეს არის, ანდაზა არის, გველსახვრელით ამოიყვა, ზენატკბილად მოუბარიო და იგივე საბჭოთა იმპერიაში ქართველი ყოველთვის წინა ხაზზე იყო და წინა პლანზე იყო და ცუდად არ ცხოვრობდა ქართველი სხვათა შორის. რა ვიცი, ხა დაპრობილები და გაუბედურებულები და ეკონომიკურად დაქცეულები, მე მგონი გინდა დემოგრაფიულად დაქცეულები ახლა ვართ და მაშინ არ ყოფილიყო. 5 მილიონი ვიყავით, ბატონო. ესეც სალკე და საქართველოს პატარა შვეიცარიას უძახდნენ საქართველოს. კი ბატონო. მაგრამ ანუ ომის საშუალება არ აქვს, მაშინ უნდა დიპლომატიურად უნდა დაალაგო და აი ამ დიპლომატიის საწინააღმდეგო პროცესი არის სწორედ ეს რუსოფობია,
იმიტომ რომ არ მოხდეს ამ ურთიერთობების დალაგება და შესაბამისად ქართულმა სახელმწიფომ არ იპოვოს თავისი განვითარების ბუნებრივი გზა. ეხლა ბატონო ტრისთან მოგეხსენება, ჩემო კარგო, რა ვიცი, ეხლა გერმანიამ ნახევარი მსოფლიო დაიპყრო, მაგრამ დღეს გერმანიასთან ბევრი მეგობრობს, ხო? ხო, ელემენტარულად. რა თქმა უნდა. ისტორია ცვალებადი არის, შეიძლება რაღაცა ისტორიის გარკვეულ ეტაპზე ბევრი ჭირვარამიც განგაცდევინა, თქვა კონკრეტულმა იმპერიამ, ბევრი საერთოდ აღარ არსებობს, ვინც განგაცდევინა, მაგრამ ნუ რა ვიცი, ეხლა არსებობს, ეხლა ყოველ შემთხვევაში თქვენ მე ვერ მეტყვით საქართველოს რომელი ტერიტორია აქვს დაპყრობილი დღეს ირანს. აქვს ირანს რომელიმე საქართველოს ნაწილი დაპყრობილი? არც ერთი. მაგრამ ნუ როცა ეს ზიზღის ენა სჭირდება, აუცილებლად ამბობენ რომ ჩვენი ისტორიული მტერი, კი ბატონო, ჩვენი ისტორიული მტერი და გასაგებია რომ დისტანცია და სიფრთხილე გმართებს. სარწმუნოებრივი განსხვავება არის, ადაწესების განსხვავება არის. მაგრამ მე აი პირდაპირ მოხიბლული ვარ აქ კიდე სხვა თემაზე გადავდივარ, მაგრამ ესეთ მნიშვნელოვანია და საჭიროა ამ თემისთვის, ასე ჩვენ საუბრობთ. აი ირანის ელჩი ალი მოუჯანი, რომელიც ხელისუფლებასთან კი არა, პირველ რიგში ქართულ საზოგადოებასთან ეძებს საერთო ენას. ურთიერთობაში შემოდის, აკეთებს დემონსტრაციას, რომ მას უყვარს და მოსწონს ქართული კულტურა, საქართველოს ისტორია და თვით იმ სენსიტიურ მომენტებს, რომელიც საქართველოს და ირანის დაპირისპირებას ეხება, ისე ლამაზად და ფაქიზად ფუთავს, რომ ეს ოდესღაც მტრულად განწყობილი ჩვენს მიმართ ირანის იმპერია, სულაც აღარ ჩანს ჩვენს მიმართ მტრულად განწყობილი. აი ახლახან მისი პოსტი ვნახე ეგერ უნდილაძეებთან დაკავშირებით, იმამ ყულიხანი უნდილაძე ცაში აყავდა ქებით და ეს ქართული გენის და ქართული იმის მატარებელი ადამიანი იყო, რომელმაც კი ემსახურა ირანის სპარსეთის იმპერიას, მაგრამ ერთი ნაბიჯი არ წაცდენია, როდესაც ირანი საქართველოს ემტერებოდა და ილაშქრებდა საქართველოს წინააღმდეგ. მან თავისი სამშობლოს მიმართ ერთგულებაც გამოიჩინა და იმ იმპერიის მიმართ ერთგულებაც, რომელსაც ემსახურებოდა. ანუ აქ დამოკიდებულებებზე არის ლაპარაკი, ხო? ესე იგი თუ ეს სჭირდება, ვთქვათ, ეპშტეინურ კალაპოტს, ისინი იყენებენ ამ ზიზღის ენას, ამ ფობიებს იყენებენ, მაგრამ აი სიტყვაზე აგრესიულ ძაღლს რო ადამიანმა ფეხი მოუქნიოს, შეიძლება ის დააპატიმრონ კიდეც, თქვათ და ბატონო მოუქნია აგრესიულ ძაღლს. ხო, კი. ანუ ეს რაღაც აბსურდულ იურიდიულ ჩარჩოში ხვდებით ჩვენ. ეს იმ ფონზე, როდესაც თელ სოფლიოში არის მოშლილი საერთაშორისო სამართალი. აღარ მოქმედებს რეალურად საერთაშორისო სამართალი. ქვეყნები იმ ვალდებულებებს, რომელიც 48-ში, 59-ში შეიქმნა გაეროს სახით და შემდეგ უკვე მოყვა იმას განშტოებები და მოყვა სხვადასხვა პაქტების და დებულებების და სხვადასხვა კონვენციების მიღება, ესენი რეალურად აღარ მოქმედებს. გამიგეთ, თორე ყველა თითოეულ აი ამ კონვენციაში არის გაწერილი, რომ ყველა ადამიანი არის თანაბარი და არ შეიძლება ადამიანის დამცირება, ვთქვათ, მისი ბულინგი, მისი ეროვნების, ამ შემთხვევაში ეროვნების კუთვნილების გამო. აი იქიდან მოდის, ვინც ეს გაწერა თავის დროზე აი ამ გეგმაში, რომ ეს არ შეიძლება. სწორედ იქიდან მოდის, ფინანსებიც იქიდან მოდის იმ ჯგუფებისა, რომლებიც ამას ეწევიან. და მოდის, ასე რომ ვთქვა, პირველ რიგში წაქეზებაც, გამიგეთ? და ასეთმა წაქეზებამ და ასეთმა დამოკიდებულებამ შეიძლება არ არის გამორიცხული ახლა რუსეთს დიდი მოთმინება აქვს შეთაშორის და მე არ ვიცი, აბა ჩაიყენეთ თავი რუსეთის მდგომარეობაში ელემენტარულად, გასაგებია ეს ყველაფერი, რომ ტერიტორიები ჩვენ დაკარგული გვაქვს, თქვა და ასე შემდეგ, მაგრამ ის რიტორიკაც გაიხსენეთ, რაც წინ უძღოდა ამ ტერიტორიების კარგვას და აღიარებას და იმ პოზიციაშიც ჩაიყენეთ თავი თუ ობიექტურობა გვინდა, რომ ესე იგი, როდესაც იმ რუს შენ ხან დასავლეთიდან და ხან სამხრეთიდან მტრის ზარბაზანს მიაყენებ თავის საზღვართან, ის რა თქმა უნდა შემდეგ უკვე იწყებს თავის დაცვის ღონისძიებებზე ფიქს და იმაზე ფიქსაც, რომ ესე იგი იმ საქართველოში ფეხის დასადგამი კონდეს ბაზების სახით, რომ თქვა თუ კი აგრესია იქნება, ის აგრესია მოიგერიოს. მაგრამ მოცემულ შემთხვევაში ამას კიდე ერთი ასპექტი აქვს ამ რუსოფობიას. აი საქართველოს მოგეხსენება ისეთნაირად ჩამოყალიბდა სამწუხაროდ უკვე შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, რომ
რაც წარმოება იყო ყველაფერი დაინგრა. ეკონომიკა არაფერი აღარ არსებობს, რეალურად არაფერი აღარ იქნება ამ ქვეყანაში. პროდუქცია არ იქნება. თვით სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებიც კი ადგილობრივ ნაწამზე ბევრად უფრო იაფიღებს უცხოეთიდან შემოტანილი და ეს არის მიზანმიმართულად შექმნილი პოლიტიკა. და აი ესეთ ფონზე ტრისტან ყველაზე უფრო ასე ვთქვათ მომგებიანი სფერო, რომელსაც საქართველოს ბიუჯეტში შემოაქვს საკმაოდ სერიოზული თანხები, ეს არის ტურიზმი. და ტურიზმი ახლა ეს დათვლილია ეს ყველაფერი რა. რა თქმა უნდა, ბატონო ზაზა. ყველაზე დიდი ხვედრითი წილი არის სწორედ რუსეთიდან. იმის მიუხედავად, რომ აქ ზიზღის ენა მძვინვარი. დიახ. ის რუსი მაინც მოდის აქ ბათუმში, გინდათ საქართველოს თიანეთში დასასვენებლად და სწორედ ამ ეკონომიკის, აი ამ ერთადერთი, ასე რომ ვთქვათ, წარმატებული დარგის მიმართ მიზანმიმართულად განხორციელებულ საბოტაჟად შეიძლება ჩვენ ჩავთვალოთ ეს ანტირუსული გამოვლენებები და ზიზღის ენა. ეხლა თქვენ შეეხეთ ძალიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. ეს საბჭო, რომელიც საბჭოში დროს მე ხედავდა წამს და ვიცნობ იმ ადამიანებს თქვენი თამადობით და ძალიან საპატივცემულო ადამიანები არიან და რაც მე მახსოვს თელი ჩემი ეს მახსოვებიდან გამომდინარე, სულ აი ესეთ იმაში არიან, ბრძოლაში ხართ სულ. ეხლა თქვენ აცენთ უფლებადამცველები ხართ და ყველას უფლებები უნდა დავიცვათ. მათ შორის ის ინგლისელი იქნება, ფრანგი იქნება, გერმანელი იქნება. ეს გააქტიურებული ჯგუფები, რომელი გააქტიურებული ჯგუფებიც კიდევ მეორე დაუბრუნდები ჩემს იმას, მიზანმიმართულად ფინანსდებიან საელჩოებიდან. პირდაპირ თქვა, გერმანიის საელჩოდან, ინგლისის საელჩოდან, საფრანგეთის საელჩოდან, ევროკავშირის ელჩი, ეს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი. ისინი არიან ჩართული აქტიურად ამ სწორედ ანტირუსულ კამპანიაში. საქართველოში, საქართველო არის განსაკუთრებით გამოკვეთილი ამ მიმართულებით. ხო? ამ შემთხვევაში ახლა თქვენ, კი ბატონო, ესე იგი გააქტიურდებით, იმოქმედებთ, დაუშვათ, აი რაღაც ის ჯგუფი გააქტიურეს ისევ და დაიწყო ამ ჯგუფმა, გააქტიურებულია, მაგრამ დაიწყო ამ ჯგუფმა უკვე აქტიური მოქმედება, შემოვიდა რუსი ტურისტი, როგორც ყოველთვის ისინი აკეთებენ, ზოგს ქუჩაში ხვდებიან, ზოგს ავტომობილებს უღებავენ, ზოგს საჭმელებში უფურთხებენ. აგერ ამავდროულად არის მეორე მხარე, სადაც თუ რამე თქვი, დაუშვათ ჩვენ თქვათ რამე ისეთი დავწერეთ Facebook გვერდზე, ვიღაც უცხოელზე ან ინგლისელზე, ფრანგზე, ამ შემთხვევაში კანონი ჩვენ წინააღმდეგ მოქმედებს. აი თქვენ როგორ აიძულებთ ხელისუფლებას დაუშვათ კონკრეტული ფაქტები დადებით, ხო? აი ამ ჯგუფმა ამ დროს, ამ სიტუაციაში რუსების კონკრეტულად ხო ეს ხელისუფლება, რომელიც დაკავებულია თვითონ ამ ანტირუსულ პროპაგანდაში, ხო თვითონ ხელისუფლება. ძალიან ძნელია. ხო? აი იქნება თორა სირთულეები ამ შემთხვევაში. სირთულეები კი არა, ეს არის, შეიძლება ითქვას აი უღრან ტყეში გზის გაკაფვის მცდელობა. როცა ორიენტაციას დაკარგული გაქვს საერთოდ საით მიდიხარ ჩრდილოეთ, სამხრეთი, აღმოსავლეთ და დასავლეთ საით არის რო არიცი უბრალოდ აი გზას რომ იკაფავ ელემენტარულად. ახლა საკმაოდ მნიშვნელოვანი ასე რომ ვთქვათ ზურგის ქარი შეიძლება აღმოჩნდეს. მედალს ორი მხარე აქვს, მე ზოგადად ამ კანონს არ უყურებ მაინდა-მაინც დადებითად, რასაც აი გენერალ-მაიორმა დინარაძემ რომ დაინიცირა, რომ ძალიან მალე ეს კანონი შემოვა და ზიზღის ენა გახდება, ესე იგი რეპრესიის საფუძველი, შეიძლება ასე ითქვას. ანუ განჟისაგანი და ასე შემდეგ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ისედაც ვალდებული არის. სულ რომ არ შემოიღოს ეს კანონი საქართველოს კანონმდებლობაში, კონსტიტუციაში, ისედაც საკმარისი მოცემულობაა იმისთვის, რომ არ იბარტყოს აქ ზიზღის ენა. მაგრამ აქ ამ კანონს აქვს ძალიან დიდი მინუსი ის, რომ ხელისუფლება დაფაცურდა მაშინ, როდესაც მას სჭირდება ოპოზიციასთან გამკლავება. მეორე საკითხია ის ოპოზიცია რითის უთქავს და ვის სჭირდება და იმას ვინ უდგას უკან. მაგრამ როცა უსამართლობას შენ ესე იგი ნახევრად სამართლიანობით ან უსამართლობით დაუპირისპირდები, როცა შენ არ აგაქვს ჯერ კიდევ შენს წიაღში აღმოფხვრილი, ასე რომ ვთქვათ,
კოაბიტაციის მავნე ასე ვთქვათ მარწუხები და მეტასტაზები და ჯერ ისევ ფორმა გამოცვლილი და სახელნაცვალი ნაცები არიან ქართულ ოცნებაში გაბატონებულ თანამდებობაზე. ძალიან ბევრი. ძალოვან სტრუქტურებში პოლიციაზე ყველაზე ნაკლები პრეტენზია მაქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ პროკურატურაში, სასამართლოებში, ასე შემდეგ. ანუ, როდესაც ეს რეპრესიის აპარატი ისევ ნაციონალური მოძრაობის და მის ორბიტაზე მყოფი ლიბერასტული მიმართულებების დაჯგუფებების კონტროლის ქვეშ არის. ამ კანონის მიღება არ შეუწყობს ხელს სამართლიანობის აღდგენას. ეს არის მხოლოდ აი როგორ გითხრა, მაშველი რგოლი ხელისუფლებისთვის. რომ აი ხელისუფლების წარმომადგენელს რომ ვიღაცა შეაგინებს, თქვათ, რომ აი მიდი დაიჭირეთ ისო რა. და აქ დაირღვევა, აუცილებლად დაირღვევა თანასწორობის პრინციპი. ანუ ბატონო აი დამასრულებელი წესთან ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი მივდივარ რა. თანასწორობის პრინციპი დაირღვევა. გამიგეთ, ანუ ხელისუფლება აქ ამ კანონს იმისთვის კი არ იღებს, რომ რეალურად აღმოფხრას საზოგადოებაში გაჩენილი ზიზღის ენა, რომლის, ასე რომ ვთქვათ, განმაპირობებელი ჩვენ თვითონ ხელისუფლების წიაში უნდა ვეძებოთ. ისევ იმ კოაბიტაციაში და იმ არასწორ პოლიტიკაში უნდა ვეძიოთ. დღე ერთია და აგერ გინდათ თქვენს მიმართ, გინდათ ჩემს მიმართ, თუ რავი, ჩემს მიმართ, ისე შევეჩვიე. რამდენი ხანია უკვე ამ რეჟიმში ვცხოვრობ რა, რავი, დღეში ერთი. ყოველდღიურად. 20-მა ლიბერასტმა რო არ შემაგინოს, ან გინების რა თავი აქვს და ან იმის ასრულების რა თავი აქვს, კიდე სხვა საკითხია, მაგრამ შევეჩვიე ამ რეჟიმში ცხოვრებას რა, სიკვდილით რომ არ დამემუქროს და ასე შემდეგ. არაერთი თავდასხმა მოგიწყეს, არაერთი თავდასხმა. ეხლა რო ასრულეს კიდეც ცალკე საკითხია და. ანუ რის თქმა მინდა, იცით რომ ჩემთვის ეს უკვე ბუნებრივი პოზა გახდა, ბუნებრივი მდგომარეობა გახდა და რამდენია ჩემ მდგომარეობაში, ვინც ცოტა უფრო მეტად სამოქალაქო პოზიციებზე აქტიურობს, ყველა სწორედ აი ამნაირი მუქარის და ზიზღის ენის და ზემოქმედების, უგინებენ ცოლ-შვილს საშინელი სიტყვებით, ეხლა ადამიანს შეიძლება გული გაუსკდეს ელემენტარულად კაცო ამ შეურაცხყოფის გამო და რაღაცა, მაგრამ ამაზე ხელისუფლებას არ უზრუნია, რომ ამის საფუძველი აღმოეხრა, ეს კოაბიტაცია შეეცვალა და რეჟიმი როგორც მოვიდა ეს ხელისუფლება იმის დაპირებით, რომ გაესამართლებინა ეს ნაციონალური რეჟიმი, რომ არ გაასამართლა და პირიქით მოაძლიერა ის. გააცოცხლა. ეს თავისთვის გაიკეთა ამ კანონით მაშველი რგოლი. მაგრამ ეს იქნება სწორედ მხილების ზღვარი. აი ეს კანონი იქნება მხილების ზღვარი, იმიტომ რომ როდესაც ხელისუფლება ამ კანონით შეეცდება, ვთქვათ, მის მიმართ ზიზღის ენით მოსაუბრე ადამიანის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გატარებას, ჩვენ უკვე შევახსენებთ, რომ აგერ ბატონო მთელი ერის და მთელი სახელმწიფოს და მთელი კულტურის წინააღმდეგ მოხდა ზიზღის ენით შეტევა და მიიღეს შენახლა ადეკვატური ღონისძიება. აქ კონკრეტულად ზაზა დავითაიაზე, ტრისტან წითელაშვილზე, მუქარეს და შეტევაზე აღარ არის ლაპარაკი. ლაპარაკი არის სახელმწიფოზე და ანუ ბატონო ზაზა, ეს კანონი, რომელი კანონიც ახლა მოდი ესე ჩვენ ჩავაყენებთ ხელისუფლებას, ჩავაყენებთ როგორ გითხრათ. ეს კანონი, რომელი კანონიცას ახლა ხილების მდგომარეობაში. რომელი კანონიცას მიიღებს ხელისუფლება, ეს თქვენ გეთახმებით, ეს კანონი ჭირდება მათ თავიანთვის, მაგრამ რო ამ კანონს არ ქონდეს შერჩევითი ხასიათი და არ იქნება შერჩევითი ხასიათი და ჩვენ ამ შერჩევითობას აღმოვქვით თქვენ. კი არ აღმოფრით, ვამხელთ. ამხელთ. ქონდეს ამის ამოფრის საშუალება ბენიერები. ამხელთ. და შეხედე ავიღოთ ესეთი რაღაცა. აი დაუშვათ ახლა მე და თქვენ. აი ვართ ეგერ გამოსulis და საუბრობთ რა და რაღაც გარკვეული 2-3 ლიბერასტმა მოვიდა და დაგვიწყო რაღაც პროვოკაციული მოქმედებები იმისათვის რომ ჩაგვეციონ თავიანთ აი დაგეგმილ ბინძურ მაშინ პროვოკაციაში, ხო? მაგრამ ჩვენც გინდა არ გინდა ხა ხო იცი ჩვენებური ისა გვაქვს კაცო ქართული ხასიათი გვაქვს და ახლა შეურაცხყოფას ვერ მოითმინა შეიძლება საპასუხო უფრო მეტი რაღაცა მომენტში ვეღარ აკონტროლებ და ამ შემთხვევაში უკვე შედ გააკეთე ისეთ რაღაცა რომელიც უნდა გააკეთო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ კანონს არ გვე ხო და ის რომ შენ გიკეთებს და ის რომ შენ დაფარულია ის რასაც შენ ვიჯები ჩვენ ხო ამ შემთხვევაში ამიტომ ეს რო არ მოხდეს ხო ამისთვის არის უკვე საჭირო სწორედ ეს ორგანიზაცია რომელიმე ორგანიზაციას უნდა დააბალანსოს მსგავსი ესეთი პროვოკაციები და ხო ჩვენ დავალაგებთ ფაქტებს ბატონო 1 2 10 20 30 40 50 და
ხელისუფლებაო რა პასუხი გაქვს? რატომ ამ კანონის ფარგლებში, რატო ეს კანონი რატო არ მოქმედებს თქვათ ამათ მიმართ და რატომ აინდამაის თუ პირობითად დინარაძეს თუ შეაგინებს ვიღაცა არც იმას არ შეაგინებს კაცო არავინ შეგინება საერთოდ არასწორი არის რა. ახლა მაგათ ახთ ექჩევა და რას იზრდება ახლა. ანუ რატო არ მოქმედებდა, რატო ეს კანონი, რატო არ ეხება ამათ და აი ეს იქნება მხილებას და ამ მხილებას ექნება უკვე საზოგადოებრივი აზრის შეცვლის ამბიცია. გამიგეთ? იმიტომ რომ შემდეგ უკვე საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი, უნდა მიხვდეს საზოგადოება იმას, რომ ეს ხელისუფლებამ ეს კანონი აქ შერჩევით მიიღო და საკუთარი თავის დასაცავად მიიღო მარტო და რომ ის რუსოფობიული კამპანია არა მხოლოდ იმ კონკრეტულ რუს აზიანებს, ვისაც შეურაცხყოფას აყენებენ, არამედ აზიანებს პირველ რიგში ჩვენი სახელმწიფოს ფუნდამენტალურ ინტერესებს, სასიცოცხლო ინტერესებს, სამომავლო ინტერესებს. და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ აბსოლუტურად რა. აი იმაზე გამწარებულმა რუსეთმა აქ შენ რომ ხაჭაპურში ვიღაცას ჩაუფრთხა პროვოკატორმა და შეურაცხყოფა მიაყენა და ერი და ნაცია უხსენა და რუსი ღორი რო უწოდა, რომ იქ რო 800,000-მდე რუსეთში რომ ქართველი ადამიანი და საქართველოს მოქალაქე რო არის ლეგალურად დასაქმებული ნაწილი და ნაწილი არალეგალურად დასაქმებული და იმათაც რომ მაინდამაინც უბატონოდ ხმას არავინ არ ასებს. ჩვენი ერთ დღეს ხო შეიძლება რუსეთმაც ზიზღისენით დაიწყოს მათ მიმართ ლაპარაკი და ეს 800,000 კაცი აქ კინწისყრით გამოგიყაროს აქ ელემენტარულად. ჩვენ შეგვემთხვა ერთი პერიოდი. ერთხელ შეგვემთხვა კი. კი, ერთი პერიოდი შეგვემთხვა და ჩვენ სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდით იმ ახლობლებთან და იმ მეგობრებთან, რომლებიც რუსეთის ცხოვრობენ ქართველები, ხო? და იქ სერიოზული და მე მახსოვს ისიც რომ იმ დონეზე მივიდა ეს ყველაფერი, რომ საბჭოთა სამართლებრივი აი გაბრაზდეს რუსი და არც კარგი ქართველი არ მიდა, აქ და არც სუდი. ახლა მეორე სამაგიერო გადაგიხადა. მეორედ ამ შეცდომის დაშვება არის ჩვენთვის კატასტროფა და რატოა კატასტროფა დონეზე? ასე თუ ისე რაღაც გარკვეული ეკონომიკური კუთხით რუსეთთან რაღაცები მაინც არის ძვრები, ხო? ისე მასშტაბური არ არის და ამას ხელისუფლება ვერ აკეთებს, არ აკეთებს და რატომ არ აკეთებს ეს საკითხი თემა არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა ჩვენ რო რუსეთის ეკონომიკასა ვარ აკეთებს ხელისუფლება მხოლოდ იმ დონეზე რა დონეც მას და პირადად მიჯიბეს აწყობს. ხო, ჩვენ ახლა ჩვენ რო გარკვეული რუსეთის ეკონომიკასა მიბმული ვართ და უნდა ვიყოთ ასეც არის და სხვანაირად არ გამო არაფერი და ვერ იქნება ქვეყნის ეკონომიკა სხვანაირად ესე ძლიერი, ეს ფაქტია. ახლა შუქი რუსეთიდან შემოდის. ენერგია ბუნებრივია ეს. ენერგო რესურსები რუსეთიდან შემოდის, ხო? ამავდროულად მარცვლეული რუსეთიდან შემოდის ეს ყველაფერი აბსოლუტურად. შესაბამისად, ეხლა სადაც კიდე რუსეთის ნებისმიერ დიდ სუპერმარკეტებში გაიხედე, ხო? ქართული ღვინო, ქართული ნაბეღლავი, კოკა-კოლა, ჭყონია, რომელიც თქონდა ეს ანტირუსული მიგას ვაფინანსებს. ჭყონიას აფინანსებს ანტირუსულ კამპანიებს საქართველოში და ამ ჯგუფებს, ხო? ხეირობს ამ დროს ხეირობს ამ დროს რუსეთი. ნებისმიერ მე ახლა დავდივარ და ვიცი და იმიტომ გეუბნები და ნახული მაქვს ჩემი თვალით. ნებისმიერ, ესე იგი, რუსულ სუპერმარკეტებში იმგეში ხო კოკა-კოლათია გადაჭედილი სულ ყველგან, კოკა-კოლათი. ნატახტარი ჩოჩელის გადაჭედილია ყველგან აბსოლუტურად. სანდო ნამცხრები რო არის ქართული ისე ტკბილეული რუსეთის მაღაზ მე მინახი ეს ყველაფერი ხო და ეხა დღესაც წავიდე და ნახო თუ არ არის ეს ყველაფერი შესაბამისად ეს ანტირუსული კამპანია რომელიც მიმდინარეობს საქართველოში დღესაც მიდის ეს კაცო ეს ხო ფაქტია ერთი წამი ჩაგერთვები შეიძლება ახლახან რუსეთმა სომხეთიდან ყვავილების ახლა მაგას აი მადმიდო რა ხა ნახე ხო ესე იგი ჩვენ რაღაცირად უკვე რაღაცირად ესე იგი ჩავჯეგით იმ რეჟიმში რომ ნელ-ნელა უნდა დავათფოთ მდგომარეობა და უკვე რაც ჩვენ სასაგებოდ ჩვენი ქვეყნის სასაგებოდ მოვიპოვეთ ხო ის არ გავაფუჭოთ რა გააკეთა სასონხეთმა აგერ ხომ ხედავთ ეხლა რომ ფაშინიანი ეს მიშა ნომერი 2 სოროსის პროექტი და მთელი ამ ლიბერასტული სამყაროს ნომრიანი აგენტი ბაბუამისი თურმე იმაში ყოფილა ფაშისტების მხარეს ყოფილა და მთელი ის ამოყირავეს ხო რაც გააკეთა ფაშინიანმა და რომ დაიწყო ანტირუსული კამპანია სასონხეთში ხო მიიღო უკვე რა მიიღო ის უბედურება რომელი უბედურებასაც მიეცემა მასშტაბური ხასიათი და სასონხეთი აღმოჩნდება სერიოზული კრიზისის და სერიოზული ეკონომიკური დარტყმების ქვეშ. დარჩება აზერბაიჯანის იმედზე. ხო, ვალიევის იმედზე, ხო, ვალიევის იმედზე. ეხლა ჩვენ გვაქვს ბატონოზაძა მართლაც სერიოზული, აი დღეს არის როგორ იცი, შანსი იმისა, რომ როგორმე
ჩვენ მასშტაბურად და სიღრმისეულად რუსეთთან დავალაგოთ მდგომარეობა. რეალურად გლობალური პოლიტიკური მიმართულება, რასაც ჩვენ ვხედავთ ახლა სოფლიოში რაც ხდება, ხო? აქეთ აი ეს დღეს არის იმის მომენტი, რომ ხელისუფლებამ ეხლა მაინც გადადგას ეს ნაბიჯები და რაღაც გარკვეული ნაბიჯის საფუძველზე მინიშნების სახით მაინც აგზნობინოს რუსეთის ხელისუფლებას, რომლებიც ჩვენ ღიად გვეუბნებიან, ხო? თქვენს კარგად იცის ეს და საზოგადოებას კარგად იცის, არაერთხელ გამოვიდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და მან თქვა, ხმამაღალი განცხადება გააკეთა, რომ ჩვენ მზად ვართ, თუ კი ქართული მხარე რაღაც გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს და ოსებთან და აფხაზებთან დაიწყებს დიალოგს, ჩვენც ჩავერთვებით და ჩვენი ჩართულობის საფუძველზე ვესწრებით, რომ ყველაფერი გამოასწოროთ. ანუ გეუბნება ეს ადამიანი, ხო, დიპლომატიურ ენაზე, რომ ამას ალტერნატივა არ აქვს. ხო, ამას გეუბნება, ხო? ამი ლავროვის განცხადება ეს იგივე პუტინის განცხადება არის, ხო? რა ხდება ხელისუფლებასთან, რატო ვერ აკეთებენ და რატო ვერ ბედავენ იმას, რომ ერთხელა სამუდამოდ გადადგან გაბედული ნაბიჯი და ქვეყნის საკითხით დღეოდა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის დაკვეთით დღესდღეობით შეასრულონ ის ნება, რომელიც ნების საფუძველზეც ჩვენ მართლაც დავებრუნებთ როგორც ოს, ისე აფხაზს ჩვენ თანამემამულეებს და ამის საფუძველზე დავალაგებთ და ავღადგენთ იმ მდგომარეობას და იმ მოცემულობას, რომელიც მოცემულობის საფუძველზე ჩვენც ვიყავით საბჭოთა კავშირის დროს. აი ერგნეთის ბანკობა რომ წყვეტდა რეალურად პოლიტიკურ ურთიერთობებსაც და შემდეგ უკვე სხვა ურთიერთობებს უკვე ცხინვალში ცხოვრობდით, კაცო. კი ბატონო. აი დაახლოებით ამნაირად შეიძლება გადაწდეს სულ ყველაფერს რომ აი ყველაფერი რომ ჩაიშალოს აბსოლუტურად რა. მარტო ეკონომიკამ, რომელიც საქართველოს ბუნებრივი კოზირები გააჩნია და რუსეთთან სინქრონში ეს კოზირები შეიძლება ამოქმედდეს და მიეცეს, ანუ გააქტიურდეს ასე რომ ეს კოზირები. აქ ლაპარაკი აი ევრაზიულ სივრცეზე, რომელსაც რუსეთი ჩინეთთან ერთად ქმნის და ეს არის ალტერნატივა ეპშტეინური დასავლეთისა. დიახ და აი ასეთ შემთხვევაში საქართველოს თუ დროულად იპოვა თავისი ადგილი. დღეს მომენტია მის, აი დღეს. დიახ. შემდეგ უკვე ეკონომიკა თავად გადაწყვეტს ერთაშორის ურთიერთობებს. იმიტომ რომ ის აფხაზი თქვათ, ხო, ელემენტარულად, როდესაც რუსეთისთვის სასარგებლო იქნება საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობა, როდესაც აბრეშუმის გზა ამოქმედდება, რომელიც არა მხოლოდ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, არამედ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ და პირიქით. ამ ტვირთების გადაადგილების საშუალებას მისცემს, გამიგე იქ აფხაზის ეკონომიკური ინტერესიც გამოიკვეთება, ამასობაში თაობა შეიცვლება, რომელსაც სისხლის სუნი და გემო ახსოვს და ეგრე ხდება ხოლმე ახლა ელემენტარულად. აგერ ავიღოთ ახლა სამწუხარო პრეცედენტის თუ კი ახლა აღმოფხრა, რომ ჩვენ მტრები გავხდით თორე რეალურად ჩვენ რკინიგზის დახსნა ბატონო ზაზერ, ამხელა მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველოსთვის. კინი აი აფხაზეთის მიმართულებით რკინიგზა, რომელიც დიდ როლს თამაშობს და ყოველთვის არის მართლაც სახალხო დიპლომატიის ერთ-ერთი სერიოზული მექანიზმი, ხო? აი დაუშვათ, გაიხსნა რკინიგზა აფხაზეთის გავლით მოსკოვი-თბილისი, ხო? მე ხა კარგად მახსოვს, როდესაც დაიარებოდნენ მატარებლები თბილისი-მოსკოვი-თბილისი, წყალტუბო, თბილისი, მოსკოვი-ერევანი და ასე შემდგომ უამრავი ისინი იყო, რომ მთელი დასავლეთ საქართველოს აი სოფლის მეურნეობის პროდუქტები პირდაპირ იდიოდა იქ და დახლებზე იყიდებოდა კი ბატონო ქართული პროდუქტები და ამავდროულად იყო ურთიერთობები უკვე ურთიერთობები იყო ეს ადამიანური ურთიერთობები ლაგდებოდა ესეც ერთ-ერთი მექანიზმია იმისა როგორც თქვენ ახსენეთ და ერგნეთის ბაზაზე რა თქმა უნდა ეს ძმობი ურთიერთობა აფხაზსა და ქართულს ოსსა და ქართულს შორის ამას აღდგენა უწერია თუ აი პოლიტიკურადაც რომ ვერ მოაგვარო ეკონომიკა თვითონ მოაგვარებს ამას დროთან განმავლობაში მაგრამ მანამდე ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს და კიდე სხვა მძლავრი ნაბიჯები რაც უფრო ესე იგი უკვე ჩვენ პასიურ მდგომარეობაში ვართ მით უფრო ჩვენ საწინააღმდეგ ხოთა ეს ყველაფერი აბსოლუტურად კი ბატონო და აი სწორედ რუსოფობიული კამპანია აი სწორედ ამ პასიურობის განმაპირობებელი ის მუხრუჭის მდგომარეობაში ამყოფებს საქართველოს გინდ პოლიტიკურ და გინდ ეკონომიკურ განვითარებას და არაძლევს საშუალებას რომ სული მოითქვას საქართველოს და თავისი განვითარების ბუნებრივ კალაპოტს დაუბრუნდეს. გამიგე? იმიტომ რომ ეხლა მთლიანად არის შეცვლილი სამყაროში ვექტორები ელემენტარულად. აი კიდევ ვიმეორებ რა. კი რა თქმა უნდა ყველა დიდი ქვეყნიდან და იმპერიიდან ჩვენ საფრთხე ვემუქრება, მაგრამ აი ამ წუთში ირანიდან
არანაირი საფრთხე არ ემუქრება საქართველოს, მაგრამ მაინც არის ანტიირანული კამპანია. რატო? იმიტომ რომ ეს ეპშტეინური დასავლეთს აწყობს. და ეს ეპშტეინური დასავლეთი თავის მხრივ კი შეიძლება ვთქვათ ირანმა რომელიღაცა გემი ააფეთქა სადღაც, მაგრამ ეს ეპშტეინური დასავლეთი რა ქვია იუგოსლავიაში მართლმადიდებლურ ტაძრებს უაფეთქებდა აღდგომის დროს და იგივე ეს ეპშტეინური დასავლეთი ახლა რუსეთის ერთ-ერთ ოლქში 25 ბავშვი და საერთო საცხოვრებელს დამიზნებით რო ეს როლა 25 ბავშვი გარდაიცვალა, ბიჭო, 25 ბავშვი მოზარდი. და მაგაზე არ ლაპარაკობენ და იმის საფასუხოდ რომ რუსმა განახორციელა, შემდეგ უკვე კიევზე თავდასხმა, ამაზე ლაპარაკობენ. კი ბატონო, ის კიევზე თავდასხმას მткиვა მე, იმიტომ რომ იქაც არა, სხვათა სამხედრო ობიექტებზე ბატონო, ახლა სხვათა შორის მაგ საკითხებში ახლა მე თქვენ გაგიმარტავთ. ახლა როდესაც უკრაინულმა მხარედან ეპშტეინურმა და იმ გლობალურმა ლიბერასტოლმა პოლიტიკურმა ლიდერებმა მიიღეს და ეს მარტო ზელენსკის თავში არ მოიხარშა და მარტო ზელენსკი გადაწყვეტა. ზელენსკი არაფერს არ არაფერი არა იქ. ეუნებიან რომ ეს უნდა იმ ლიბერასტოლმა პოლიტიკურმა ლიდერებმა როგორ გაემწარებიათ რუსები დაარტყეს პირდაპირ საერთო საცხოვრებელს, სადაც ბავშვების ცხოვრობდნენ და 25 მოზარდი ბავშვი დაიღუპა იქ. აი სწორედ ამ სარაკეთო. ხო, ახლა შემთხვევით არ ჩამოვარდება. არა, გამო. ახლა მე გეტყვი როგორ სამხედრო კაცი არა. მე როდესაც მიზანი, სამიზნე, კორტის სწორი მონაცემები შემაქვს. ახლა არ არის მინუს პლუსობა აქ არ არსებობს. ეგე სწორი მონაცემები შემაქვს იმ მიზანზე, რომელი მიზანიც უნდა გავანადგურო, ხო? აქ უკვე ცდომილება არ არის. ანუ მათ მე სწორი მონაცემები შეიტანეს, სწორედ იმ საერთო საცხოვრებელის მონაცემები შეიტანეს იმ იმაში, პროგრამაში. უკრაინელებისგან განსხვავებით საერთო საცხოვრებელში არც რუსული სამხედრო ნაწილი არაფერი აბსოლუტურად ჩვეულებრივი საბავშვო ბაღებს რო ეფარებიან ჩვეულებრივი ბავშვი ხო სამხედროები კი ბატონო სკოლებს და საბავშვო ბაღებს ჩვეულებრივი ბავშვები ცხოვრობდნენ იქ იმ საერთაშორისო დაარტყეს და განადგურეს ახლა გააკეთეს რუსებმა და სწორედ იყო რომ გააკეთა რუსებმა რომლებმაც აწარმოა გუშინ და გუშინ წინ მასშტაბური კომპლექსური სარაკეტო დარტყმები არა თუ მარტო იმაზე კიევზე არამედ სხვადასხვა ქალაქებზე ხო ეს იყო პირდაპირ სამხედრო ობიექტებზე დარტყმები არსად აბსოლუტურად არსო სამოქალაქო ობიექტები არ იყო მაგრამ სამოქალაქო პირები მაინც იყვნენ ნუ ახლა სვეპლი ახლა ომია და რასიზმი მომი ეს ომს თავისებური ისა აქვს უკვე ეს მოაქვს ესეთი მოცემულობა მოაქვს ომს მაგრამ ძირითადად სარაკეტო დარტყმები მან აწარმოა სწორედ იმ სამხედრო ობიექტებზე რომელიც სამხედრო ობიექტების საფუძველზე დღეს მიმდინარეობს ომი უკრაინაში და პროპაგანდა როგორია რუსეთი არის კაცობრიობის მстერი და უნდა განადგურდეს რატომ უკრაინულმა რაკეტამ რო გაანადგურა ამდენი ბავშვი და თუნდაც ამერიკულმა რაკეტამ რო გაანადგურა იქ სკოლაში იმდენი ბავშვი ირანში ამაზე არავინ არ ლაპარაკობს თუნდაც დონეცკს და ლუგანსკს რო ჩახვიდოთ ბატონო ზაზა გული გეტკინებათ ქუჩებში რომ არის ეს პატარა ანგელოზების სურათები გამოკრული ბავშვების იცი რამდენი ბავშვებია და ომამდე ჯერ კიდევ რამდენი ბავშვი რამდენი მოკლეს იკარგებოდნენ ელემენტარულად სახორცე თუნდაც გეტყვით ახლა რა საკეთებდნენ ბავშვებს იპარავდნენ გაყავდათ და იმას ჯამთელ ორგანოებს აცლიდნენ და ყირდნენ ამას აკეთებდნენ ფაშისტები უკრაინელები გატაცებები გახოცვა ამაზე არავინ არაფერს არ ამბობს ქაური რუსული მოსახლეობა იყო აი სულია დაუცველი კაცი ჭამიებს უსევდნენ აი ეგ მშვიდობიან მოსახლეობას საერთაშორისო ტრიბუნებზე ჩიოდა ამას კი ბატონო რომ დაიცავით ეს ხალხიო რა მე საბოლოო ჯამში ახლა ნუ მიიღო ზომა. დაბოლოს ბატონო ზაზა, ნუ ეხლა ეს ამტკინეული საკითხი არის, ჩვენ ამაზე რო ვისაუბროთ, მარტო ერთი გადაცემა არ გვიყოფა, იმდენი დაანშაულებებია ჩადენილი. არა მე უკრაინას არ ვახსენებ ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ნატოდან და ამ კოლექტიური დასავლეთიდან აი სწორედ ამ მიმდინარე საომარ მოქმედებებში და მანამდეც კაცობრიობის რა თქმა უნდა მასშტაბური ჰიტლერს არ ჩაუდენია ამ ხელ რაღაცა რასაც ეგენი აკეთებენ ახლა მით უმეტეს ის ავიღოთ ისიც რომ აგერ ისრაელში ტყვეებს ძაღლებით აუპატირებდნენ კაცო საშინელებაა ხო ეს ხო საშინელებაა ეს ხო უბედურებაა ეს ხო ეს არ არის აბა ომი კი ომის ყველაფერი სიბინძური მოახმარა ასეთი სიბინძურები არ მოაქვს აი რასაც ესენი აკეთებენ ეს ფაშისტები ხო და მაინც მე მინდა ისე თქვენ იმას შევეხო და ეს არის მართლაც მივესალმები და კარგი იქნება და რამდენად თქვენ არათუ მარტო ანტირუსულ კამპანიას დაუპირისპირდებით საქართველოში რამდენად იქნებით გააქტიურებული სწორედ ამ მიმართულებით თუ ხელისუფლებას უთხრათ გამოიფხიზეთ ბიჭო გააიხილეთ თვალები ყურები გამოიფხიკეთ და ამ მიმართულებით რომელი მიმართულება ჩვენ რაღაც გარკვეულ სიახლოვეს მოგვიტანს აფხაზეთიდან სამაშობლოში გადადგეთ ეს ნაბიჯები რა და რამდენად იქნებით ამ მიმართულებისას გააქტიურებულები კი ბატონო აი ამ ოპოზიციისგან განსხვავებით რომელიც საჭირო მომენტს ელოდება და არა და არ მიეცა ეს საჭირო შესაბამისი მომენტი რომ დაამხოს ეს ხელისუფლება იარაღის ძალით დაამხოს და ისინი ყოველდღე
სჩადიან იმ დანაშაულს რომელი დანაშაულის დამაბრალეს მე მაშინ როცა არტკი გამიფიქრებია და ამ დანაშაულის ბრალდებით შეიარაღებული გადატრიალების მიზნით შეთქმულება მომახდევინის 4 წელიწად ნახევარი დავუკარგე მე ჩემი ცხოვრების უსამართლოდ გავატარე ციხეში. ყოველ დღეს ჩადიან. აი ეს ოპოზიციის წარმომადგენლები, ეგრეთ წოდებული, ყოველ დღეს ჩადიან იმ დანაშაულს, რომელიც მე შეთითხნელი მქონდა და ესენი რეალურად ჩადიან ამას. აი ამათგან განსხვავებით ჩვენ ხელისუფლების მიმართ არა ვართ განწყობილი ესე რომ აი რა წამში მომეცა საშუალება რომ ქვა უნდა ვესრულო და დავამხო. მოყურის პოზიდან სამოქალაქო კონსტიტუციური და სახელმწიფოებრივი პოზიციიდან შევახსენებთ ხელისუფლებას რომ რაღაცა კონკრეტული მიმართულება მას აქვს არასწორი. ესე განვითარება და ასეთნაირად გაკეთება არ შეიძლება, უფრო მეტის მტრის სისხლზე ასხავს ასე წყალს, იმიტომ რომ ჩვენ რა გვინდა, ჩვენ გვინდა რომ სახელმწიფო განვითარდეს და არა დაიშალოს. აქ სამოქალაქო ომის გაჩაღება კი არ გვინდა და ხელისუფლებასთან ომი კი არ გვინდა. ხელისუფლებას შევახსენებთ. და მე მიმაჩნია რომ თუ ხელისუფლება ვთქვათ ყურს შეაბარტყუნებს და ჩვენ მოგვისმენს, ასე რომ ვთქვათ. უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს და უფრო კიდეც გაიხანგძლევს თავის მდგომარეობას, თავის ძალაუფლებას, ასე რომ ვთქვათ. და თუ ოპოზიციას აიმტრულად განწყობილ ძალებს კი არა, რომლებიც პირდაპირ მეხუთე კოლონა არიან და პირდაპირ უცხოეთიდან იმართებიან, არამედ ოპოზიციას როგორც სახელწოდებას დაგვარქმევს ჩვენ. პირადად ჩემზე არ არის აქ ლაპარაკი. ჩვენებურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც მოყურის პოზიდან ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ ახლა ამის გაკეთება არის აუცილებელი და ის რასაც ჩვენ აკეთებ ეს არის არასწორი. ამ რუსოფობიული პოლიტიკის დაძლევა არის აუცილებელი. ოღონდ იმ საშუალებით რომ რა მიმართულებითაც ჩვენ აკეთებ და მოქმედებ, ეს მიუღებელი არის და განუხორციელებელია. და აი ჩვენ თუ მოგვაყურებს ყურს, რა ვიცი, მე მგონი და ზოგადად ხალხს თუ მიაპყრობს ყურს და ხალხის ხმას თუ მიაპყრობს ყურს, ბევრად უფრო წარმატებული იქნება. კი ბატონო, ბატონო, მადლობა. თუ მანამდე თავისმა სტარმა ნაბიჯებმა თავად არ ჩამოშალა ეს ხელისუფლება. მადლობა ამ საინტერესო საუბრისათვის და მეც მინდა რომ დავამატო თქვენი მინდა გამომდინარე, განცხადებებიდან გამომდინარე ხელისუფლება მართლაც აუცილებელი და საჭირო არის ამ ადამიანების გააქტიურება. და თუ ხელს არ შეუწყობთ, ხელი არ შეუშალოთ. იმიტომ რომ თქვენ ეს ჩვევიათ, როცა დაენახავთ და უყურებთ რომ ადამიანები რაღაც გარკვეულ საქმეს აკეთებენ საქართველოს საკეთილდღეოდ, თქვენ მსგავს ადამიანებს ხელს უშლით და ამიტომ მიეცეთ ამ ადამიანებს იმის საშუალება, რომ გამოვიდნენ სწორედ იმ პოლიტიკურ ველზე, რომელიც პოლიტიკური ველის საფუძველზე ესენი მოახერხებენ იმ პრობლემატური საკითხების და იმ დიდი მნიშვნელოვან საკითხების გადაჭრას, რასაც ქვია ქართულ, ოსურ, აფხაზურ, რუსულ ურთიერთობების დალაგება. ეს აუცილებელია. ჩვენ დასალაგებელი ბატონოსა არავისად არაფერი აღჭის ოიზახენ ამერიკასთან დავალაგოთ, ევროპასთან დავალაგოთ. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთ ქვეყანასთან დასალაგებელი, ეს არის რუსეთი. რუსეთთან მართლაც სიღრმისეულად გვაქვს დასალაგებელი ყველაფერი და ეს არის ხელისუფლების ხელში და თქვენი ხელშია ბერკეტები, თქვენ ხელშია კანონები და თქვენ გიყურებთ საზოგადოება და ხალხი, ის ხალხი, რომელიც ელოდება მართლაც დალაგებას რუსეთთან. და დაიწყეთ ამის დროულად და მიეცეთ ამ ხალხს მოქმედების საშუალება. მადლობა ბატონო ზაზა, მადლობთ იმისათვის რომ მომზადეთ ჩვენთან სტუდიაში და გისურვებთ წარმატებებს და ერთი რაღაცა იცოდეთ. ჩვენ სუყოლანი თქვენთანა ვართ და ეხლა დარწმუნებული ვარ იმაში რომ ჩვენი გადაცემა რო გავა ტელევიზიაში შემდეგ Facebook გვერდზე აიტვირთება. აი სწორედ იმ ზიზღისეინ დაგველაპარაკებიან ჩვენ ის ლიბერასტები და ის თავიანთი ბოტები და ტროლები, რომლებიც ყოველთვის კუჩი დაგზევნიან და გულანძღავენ. მათივე ინერციით, აი რუსული საბრძოლო ხელოვნება არსებობს სამბო, სამააბარო და ბეზარუში. ანუ რაც არის დამყარებული იმაზე, რომ მოწინააღმდეგის ინერცია გამოიყენოს შენ სასარგებლოდ. მოგიქნევს მოის უნდა აიცილო ის მუშტი და თავისი ინერციით უნდა წაიქცეს ადამიანი. აი ამ ამოცანით და აი ესეთ დამოკიდებულებით მიუძგებით მათ. კარგით, დიდი მადლობა ბატონო ზაზა, მადლობთ ვიფასო ტელემაყურებლები, რომ გვიყურებთ. კარგად ვანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.